სწორედ ამიტომ კიდევ უფრო გამიხარდა ის რომ ამ წიგნზე უნდა ვისაუბროთ. ეს წიგნი არის გურამ შარაძის, ასეთი მკვლევარი იყო, ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, ასეთი სათაურით და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ნეტავ რატომ დაარქვა მეთქი ამ წიგნს გურამ შარაძემ ეს სათაური და წიგნმა პასუხი გამცა. ოლღა გურამიშვილი წერს მარჯორი უორდროპს ერთ-ერთ წერილს და ილია ჭავჭავაძის ფოტოს უწოდებს ბედნიერებისა და სათნოების საუნჯეს. ამიტომ დაურქმევია მკვლევარს წიგნისთვის ეს სათაური. და ახლა რა არის ეს წიგნი და რატომ შევიყვარე და ამოვიჩემე. 1994 წელს გამოცემული წიგნი 2023 წლის ზაფხულში შევამჩნიე კი არა და საგულდაგულო წავიკითხე, თუმცა მანამდე ლილე რომ ყავდა ერთი თვის წინა წერილი დავამუშავე საგულდაგულოდ და ეს რა წერილია? საქართველოსა და ინგლისის ისტორია არის, მათი დიპლომატიური ურთიერთობა, წყაროებში როდის ჩნდება პირველად ქართულ წყაროებში მაგალითად ინგლისი და ვინ იკვლევდა, ვინ იყო დაინტერესებული საქართველოს შესახებ ინგლისის მეცნიერებიდან. აი ამის შესახებ არის ძალიან საინტერესო წერილი. მე მინდა რომ თქვენ ისეთი კითხველები გახდეთ, რომ აი ასეთ წიგნებს გემოგაუღოთ. მოკლედ გავიდა დრო და გადავწყვიტე რომ წამეკითხა მთელი ზაფხული გავატარე ამ წიგნთან ერთად და ყველა გვერდზე, ყველა ფურცელზე ნახავთ ჩემს მარკირებული კითხულობ ვიცით და ნახაზებს, გახაზულს უბრალოდ გულებს, კომენტარებს და მოდი დავიწყოთ. წიგნს ვერ გაგაცნობთ, მე მინდა თქვენ ამ წიგნის შესახებ გესაუბროთ დასაწყისში გვაცნობს ავტორი ოლივერ უორდროპის მიერ დაწერილ წიგნს, რომელსაც ერქვა საქართველოს სამეფო, ასეთი საინტერესო ქვესათაურით, შთაბეჭდილებები, ერთი წუთით ზუსტად აღარ მახსოვს და მინდა რომ ჩავხედო, მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ქალების ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში. ვინ იყო ოლივერ უორდროპი? სანამ ოლივერ უორდროპს გაგაცნობდეთ, მინდა თქვენ ასეთი კითხვა დაგისვათ და დაფიქრდეთ, გაიხსენოთ საქართველოს შესახებ უცხოელის მიერ დაწერილი წიგნით თუ გაქვთ წაკითხული, ან თუ იცნობთ ასეთ ავტორს. ეს არის პირველი წიგნი საქართველოს შესახებ, რომელმაც ცდელობა, რომ ევროპისთვის გაეცნოთ საქართველო. ოლივერ უორდროპი იყო დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი. ის ამიერკავკასიაში გამოგზავნა ბრიტანეთმა თავის წარმომადგენლად. პირველად 22 წლის ასაკში იმოგზაურა საქართველოში 1897 წელს ჩამოვიდა და მას მეგზურობა გაუწიეს ივანე მაჩაბელმა და ილია ჭავჭავაძემ. და იმდენად შეაყვარეს, იმდენად წარადგინეს ჩვენი ქვეყანა, წარმოაჩინეს მის წინაშე, რომ თავდავიწყებით შეუყვარდა საქართველო და როგორც კი დაბრუნდა ლონდონში 1898 წელს დაწერა წიგნი და გამოსცა სახელად საქართველოს სამეფო. ეს წიგნი 200 გვერდიანი ძალიან დიდრული გამოცემა ყოფილა. თავფურცელზე და ყდაზე საქართველოს ბაგრატიონთა გერბი არის დაბეჭდილი. ილუსტრაციები აქვს დართული, მაგალითად თელავის, იღნაღის, თბილისის ხედებით. ასევე ისტორიული პირების, წმინდა ნინოს, ერეკლე მეორე, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის პორტრეტები აქვს დართული. ცოცხალთაგან გაბრიელ ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძისა და ილიასა და ივანე მაჩაბლის სურათები არის ჩართული. აქვე არის მაგალითად ქართველი მოჭიდავის ნახატი, დახატულია ქართული მოჭიდავე, ქართული ურემი. ბოლოს ფერადი რუკა აქვს დართული და მარშრუტი თავისი მოგზაურობის. საინტერესო არის ისიც, რომ როგორც კი დაბრუნებულა ლონდონში, ჩამოუსხამს მხედრული ანბანი და 127 გვერდზე არისო დატანილი ამ წიგნში. ასევე ნოტებზე გადაუტანია ქართული სიმღერები, საგალობლები, მაგალითად მრავალჟამიერი და კიდევ რამდენიმე სიმღერა და ჩაურთავს უკან. ბიბლიოგრაფიული მონაცემები აქვს დართული, სადღაც 26 გვერდიანი და თუ კი რომელიმე ენაზე პირველ წყარო არსებობდა საქართველოს შესახებ დაწერილი, ყველაფერი აქვს მითითებული. ესე იგი, როგორც ხედავთ, ამ 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცს რამდენი შრომა გაუწევია ამ უცხო ქვეყნის წარსადგენად, ხო? ამასთანავე კიდევ
საინტერესო არის ისიც, რომ თვითონ იყოფა წიგნი ამგვარად, ისტორია, აღწერს საქართველოს ისტორიას, შემდეგ ქართული ენისა და წერილობის განვითარების ეტაპებს და იმ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, როგორიც იყო იმ დროს საქართველოში. ეს იყო მცდელობა, რომ გაეცნო, როგორც უკვე გითხარით, ევროპისთვის საქართველო და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულა. აღარ იშოვებოდა ძალიან მალე 1977 წელს ფოტოტიპი გადაუღიათ ამ წიგნის. სტეფანე ჭრელაშვილმა კი თარგმნა, მაგრამ მაინტერესებდა, რომ კიდე ვინმე ხომ არ გამოსცემს მე და ვინმე ხომ არ აპირებს და გამცა ავტორმა ასეთი პასუხი, რომ ჩვენი რედაქციით თარგმანი მომზადებული აქვს ახალგაზრდა სპეციალისტებს ნინო ცინცაძესა და გია გოკიელს. პიპილეთში ვიყავი, ამ წიგნს რო კითხულობდი და გია გოკიელი არის თარგმნელი, მაგალითად დეივისის საოცრებათა ქვეყანაში თარგმნა და გია გოკიელის შვილი არის ჩემი მეგობარი ლელიკო. წარმოიდგინეთ და ლელიკო გავიცანით პილეთში დაახლოებით ამ წიგნის წაკითხულ როცა ვკითხულობდი მანამდე 10 წლით ადრე და მე ვიმწერე ლელიკოს რომ აღმოვაჩინე ეს მეთქი და მოკლედ აი ასეთი უცნაური და საყვარელი დამხვეებიც ხდება. ამასთანავე თქვენს გაგიკვირდებათ რომ კიდევ ჩვენის კლასს რაც ეხება ისიც აღმოვაჩინე აღწერს ბავშვებო ხო საქართველოს შესახებ რას ამბობს ახლა ოლივერ უორდროპი. ოლივერ უორდროპი ძალიან კარგად ხო ამბობს რომ ბოლოს მეო ეს არასრული ნაშრომიაო და იმედი მაქვს გამოჩნდება ესეთი ვინმეო ვინც გააგრძელებს ჩემს შრომას და საქართველოს შესახებ უფრო მერც დაწერსო და ასეთი ვინმე იცით ვინ გამოჩნდა? როგორ ფიქრობთ? უორდროპი არ გეცნობათ? აბა განდეგებო ნახეთ კი მარჯორი თავისი და მარჯორი იყო ოლივერის და ეს წიგნი რომ წაიკითხა 1894 წელს გამოსცა ლონდონში ქართული ხალხური ზღაპრებით თარგმნა პირველად სანამ საერთოდ ვეფხისტყაოსნამდე მივიდა და ბევრი რაღაც თარგმნა მათ შორის წმინდა ნინოს ცხოვრება სულხან საბას იგავები თარგმნა ილიას განდეგილი თარგმნა ბავშვებო და ერთი წუთი დაგვიქვით რა მაგარია ქართოლოგიას ჩაუყარე საფუძველი ოქსფორდის უნივერსიტეტში ამ დაძმამ ბავშვებო ქართულ ენას შეისწავლიდნენ და მარჯონი ვიცით როგორ ისწავლა ენა? როგორ ფიქრობ ვინ ასწავლიდა? მამამისი, დედამისი, აბომისი, ბებიამისი. თვითონ ისწავლა. მარი ბროსეს მიერ გამოცემული წიგნი, რუსეთის სანქტ-პეტერბურგში იყო მივლინები თავისი ძმა, თანდაყოლოდა ძმას. და მარი ბროსეს 1834 წელს გამოუწია ესეთი ქართული ენის შესწავლელი წიგნი და იმ წიგნიდან სახარების კითხვით უსწავლია ბავშვებო ქართული ენა, რომელთაც მე თარგმნან დაიწყო. პირველად თარგმნა ქართული ხალხური ზღაპრები და მარჯორიც ესტუმრა, შემდეგ საქართველოს მოიარა, გაიცნო ილია, ივანე მაჩაბელი, მისი ცოლი ტასო მაჩაბელი, ოლღა გურამიშვილი და ამ წიგნში ბოლოს დართული არის ოლღა გურამიშვილთან მიმოწერა. და უნდა ნახოთ როგორი სიყვარულით წერენ ერთმანეთს და უკვე გარდაცვლილია ოლღას წერილებში და როგორ აღწერს, როგორ ტკივა თავი, როგორ ცხოვრობს, როგორ ელოდება მარიამ, როგორ ელოდება ნიკო ნიკოლაძის მიერ პარიზში დამზადებული ძეგლის ჩამოტანას, რომ ილიას ახლავზე დადგას. წარმოიდგინე რა მაგარია, აქ მივაგენი ამგვარ ამას და ისეთი ლამაზი მაგალითად გიბაღმერთებ შენს ადამიანობას, ასე წერს ოლღა გურამიშვილი მარჯორი უორდროპს. მარჯორი უორდროპმა ხო, ახლა რაც შეეხება ისევ საქართველოს სამეფოს რო დავუბრუნდეთ, საქართველოს სამეფოს დავასრულეთ. ასე ამბობს რომ ეს არის ხო, ლონდონიდან თუ გინდათო რომ საქართველოს ჩამოხვიდეთო, ხმელეთის ერთი კვირა უნდა იაროთო. თქვენ იცით რომ დედაჩემს წაყვანს ვაპირებ ლონდონში და ახლა უბრალოდ ასაკში ასე ყოვანია, თორემ ფეხიდან წავიდოდა კაცი და თუ თქვენ რომელიმე სურვილი გაქვთ, ერთი კვირა დაგჭირდებათ ხმელეთით, ანუ ტრანსპორტით ცხადია ხო, რომ გადაადგილდეთ გემით, იმ მატარებლით. და საქართველოს მიმზიდველი ძალაო არისო ქართველი ხალხის ღირსებაო. და თუ კი ვიმესო, აწუხებსო, მაგალითად მელანქოლია, მიზანთროპია, დაღვენილობა, უნდა ჩავიდესო ამ ალალ გულობყოლო ხალხთან იცხოვროს და ყველაფერი გულიდან გადაეყრებაო. აქვე ბავშვებო აღწერს ნახსენები არის ჩემი სოფელი ფასანაური. ანანური, ბათუმზე ამბობს, რომ ძალიან ცნობილი პორტი გახდებაო თედო, ძალიან მალეო ბათუმზე ამბობს. ქუთაისში უნდა იცხოვრო ერთი კვირა, თუ გინდა რომ ქართული ხალხის ყოფა-ცხოვრებას გაეცნო. და დაჩი შემდეგ უკვე თბილისს აღწერს დაწვრილებით.
თბილისში და მინდა რომ ეს ტური თქვენს კლასთან ერთად განახორციელო და მე თქვენთან ერთად როცა გაიზრდებით იცით რას ამბობს ბავშვებო აღწერილია მაგალითად სოლოლაკი ბოტანიკური ბაღი მუშტაიდია მიყავხარ რომ ვიზანახოს კითხველს და გაუცოცხლოს ქალაქი და ისე საოცრად აღწერს ვერ წარმოიდგენთ და მე ბოლოს ბავშვებო იცით სად მიყავს და თაწმინდაზე ნახეთ მარცხნი რომ გააყოლა თვალი იმ ქედს რომელზეც ჩვენ ვდგავართ დაინახავთ აყუდებულს მთას სახელად თაწმინდას ამ წიშუა ნაწილზე ზევით მოსჩანს პეტაკი ეკლესია წმინდა დავითისა რომლის უკან აღმართულია კედლის მსგავსად მაღალი გახროკებული შავი კლდიანი მთა კიდევ ბევრი მინდა რომ გელაპარაკოთ მაგრამ ვცნობ რომ დაიყალეთ და მინდა რომ მომაბეზრებელი გახდეს ჩემი ეს საუბარი ძალიან ბევრი რამე აღმოვაჩინე და კიდევ ერთი წელს გეტყვით, აქ წერა-კითხვის საზოგადოებაზე უნდა წარადგინოს რეკლამწიგნი და გუშინ ღამე 12 საათი იყო რომ ბავშვები დავაძინე და საუბრის საშუალება მოგვეცა და საუბრობთ ამ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების შესახებ, კითხვებს ვცვლიდით უბრალოდ რაღაც ინფორმაციებს, რაც რეკლამ დააგროვა, რაც მე ვიცოდი და მე რომ დავწექი ფარნის შუქზე გადავხედე წიგნს და აღმოვაჩინე რომ მარჯორი უორდროპს ვეფხისტყაოსანი ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გაუგზავნა და მის მიერ გამოცემული მომზადებული ეს გამოცემა ვეფხისტყაოსანი და დეკლას დაუძახე ნახე რა სწავლა მეთქი და მოკლედ აი ეს ყველაფერის მინიშნებები და ამსხვავი აღმოჩენები არის იმის მაგალითი რომ ადამიანების სულები მარადიულად ცოცხლობენ ისინი შეიძლება ჩვენთან ფიზიკურად არ არიან მაგრამ თავისი ინტელექტუალური შრომით თავისი ამ ცხოვრებაშივე ის რაც გულში ქონდა და გულში ენთოთ ამ წიგნებში აქვს დატოვებული თავის საქმეში აქვს დატოვებული და მინდა რომ თქვენს წაიკითხოთ მე უფრო მეტი იკულიოთ გაიგოთ ამ საოცარი დაძმის შესახებ მარჯორი უორდროპმა თარგმნა ვეფხისტყაოსანი პირველად ქართული ენიდან ინგლისურად ბავშვებო და სხვათა შორის აქაც აქვს მოცემული აღწერილი რამდენიმე აფორიზმი რომელიც ძალიან ცნობილი არის ლიტერატურაში რომ მოიხილავს და ერთი არის მაგალითად ეს ჯობსის ცოცხლსა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი და რასაც გასცემ შეინია რაც არა დაკარგულია და ინგლისურად ძალიან ლამაზად ჟღერს კიდევ რა მინდოდა მეთქვა ხო და ბოლოს აი ყველა ერთი რო ვარ სამყარო აი ვაჟას კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმის სწავლით თქვენ და ზუსტად ეს კოსმოპოლიტიზმის მანიშნებელი არის უბრალოდ აი ერთი პატარა ამონარიდი უნდა წაგიკითხო და ამით დავასრულებ სიღნაღში რომ ჩავიდა ძალიან საინტერესოდ ერთობოდნენ ბავშვებო მაგალითად ამ რომ გაუშალეს სუფრა შემდეგ ითამაშეს რამდენი წლისანი არიან ხო წარმოგიდგენიათ თან ახლავს ილია ივანე მაჩაბელი და აი ამ ცნობილ ოჯახებში დაჰყავთ აცნობენ საქართველოს და წერს რომ სიღნაღშიო ვიღამდებოდაო რომ ჩვენ ყველანი დიდი და პატარა ვთამაშობდით თაგო-თაგოობას და კეკე მარულობასო წარმოიდგინეთ აი რა სიღნაღში ალაზნის ველს რომ უყურებდა ფაქტობრივად დედაჩემის და მამაჩემის ორივე სოფელი გახმიან და გაჟღერდა ამ წიგნში ალაზნის ველზე ვარ გაზრდილი მეც ბავშვებო მარჯვნივ ალაზნის იქით აყუდებული იყვნენ თეთრი მთის წვენი იმ მთიან კედლისა რომელიც გაჭიმული იყო ჩემსა და ევროპას შორის მე აღარ მახსოვდა არც ჩემი ჩამომავლობა არც ჩემი ქვეყანა არც კაცობრიობა და არც არაფერი ვედაჩემი მერანი გადავიქმნით ერთ არსებად და შევერიენით იმ დიდ ცოცხალ ოკეანეში რომელსაც ჰქვია სიცოცხლე ჩემი მაჯას სცემდა თანახმად ბუნების გულისცემისა მესმოდა გულის პასუხი ჩხრიალა წყაროებისა მესმოდა თვითი სიტყვები რომელსაც ჩასჩურჩულებდა მოძრავი ჰაერი ხის შრიალა ფოთლებს მე შევქმნე ნაწილი კურთხეულ ნირვანასი რომელშიც კაც აღარ ახსოვდა თავისი ვინაობა და გრძნობს მხოლოდ ქვეყანიანების სულის მოძრაობას ბარათაშვილი ადამ მიცკევიჩი ვინც კი ვისწავლეთ ყველა სულის მოძრაობას ამ განფენილ სამყაროში ყველა ამას უსვამს ხაზს და აქაც ეს დამხვდა მეგობრებო ოლივერ უორდროპის სამეფო საქართველოს სამეფო მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ქალების ღუნისა და ღვინის ქვეყანაში არის პირველი ცდელობა რომ გააცნოს ევროპას საქართველო დაიმახსოვრეთ ამ წიგნის სახელი და ძალიან კარგად აფასებს